თქვენ 11 წლის იყავით, ხო, როდესაც გაგიტაცეს თქვენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადეთ, გაიზარდეთ და 100 დღე იყავით, 99 დღე თუ არ ვცდები გატაცებული, ხო? აი თქვენ გენო პეტრიაშვილს, როდესაც გეუბნებიან, რომ თქვენ ხელისუფლებას საქართველოს მიყავს არა დასავლეთში, არამედ რუსეთში. აი ეს რას ნიშნავს? მე ამ კითხვის პასუხად გეტყვით, რომ ჩვენი ხელისუფლება არა პრორუსული, არამედ პროქართულია და ყველაზე მეტად ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს თაობებს ემსახურება. და ჩემი აზრით ეს მიდგომა არის მომზადებული იმისთვის, რომ ახალგაზრდები შეიყვანონ შეცდომაში. ის ახალგაზრდები მადლობა ღმერთს, რომლებიც არ შესწრებიან ამ უბედურებას, რასაც რუსეთთან ბრძოლა ერქვა და რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის შეირაღებული თავდასხმა და ომი ჩვენს ქვეყანაში. და იმ ადამიანებს ატყუებენ ახალგაზრდებს, ვისაც არ აქვს ეს განცდილი და მადლობა ღმერთს ამისთვის. სწორედ ამიტომ ახალგაზრდებისთვის არის ეს ყველაფერი შეთხზული, თორემ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ყველაზე ქართული და ემსახურება საკუთარ სამშობლოს და არავითარ შემთხვევაში. როგორ შეიძლება ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, მაგის შემდეგ იყო პრორუსული. რომელი ქართველი იქნება? ეს ხო წარმოუდგენელი რამ არის. მაგალითად, მათ შორის მეც გადამხდა, ჩემი სოფელი არის ოკუპირებული. დიდი ლიახვის ხეობა, პატარა ლიახვის, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგეთ ხოთქოს გარშემო. კოდორის ხეობა, ისტორიულ საქართველოსია საუბარი და ისტორიული ტერიტორიებია დაკარგული ჩვენ. და როგორ შეიძლება ადამიანს გიყვარდეს და იყო დაუშვათ პრორუსული.